ეთერში ვართ. გამარჯობათ პატივცემულებო, მოგესალმებით. სტუდია რუიანიდან მოგესალმებით სამი პიროვნება. ბატონი თორნიკე კივილაძე, ბატონი გეგა, საღამომშვიდობის ხვედელიძე და მე ლექა თაუბერი კაპანაძე. მოგესალმებით. ბატონი ოთარი ჭითანავა ჩვენი თანამებრძოლი, ჩვენი მეგობარი ცხვრის ნახევარზე იქნება ეთერში. მეც მასთან ერთად ასე რომ ასე ვთქვათ ჩვენი სტუდია არის ფერხულში თქვენთან ურთიერთობისა ეს სტუდია ფუნქციონირებას არ შეწყვეტს და ჩვენ თუ გავმრავლდებით თორე ნამდვილად არ შევმცირდებით დღესასწაულები გქონდა და გვაქვს ჩემო გეგა ჩემო თორნიკე და დღესასწაულებს რა დაულევს ქართველ კაცს მართლმადიდებელს ხომ ორი დიდი დღესასწაული ამ ბოლოს მე მინდა მთელს ერს თქვენი სახელითაც მე თქვენს ბრძანებთ რა თქმა უნდა მიულოცო რა თქმა უნდა როგორც ბარბარობა ასევე წმინდა ნიკოლოზის დღესასწაული წმინდა ნიკოლოზობა ამ ძიმე ჟამს ამ დიდ წმინდანთან მეოხებას ქონოდეს ძალიან დიდი ძალა და გამოეთხოვოთ კვლავ და კვლავ ჩვენი ქვეყნისათვის ჩვენი დღეკრული მე ვერ ვიტყვი ბედკრული როგორ ავართ კაც მართლმადიდებელი ერი მართლის მადიდებელი ერი არათუ ბედკრული არამედ ბევრის მშველელიც იქნება რა თქმა უნდა ბოლო ჟამს მაგრამ დღეკრული ნამდვილად ვართ რაც შეეხება მიმდინარე მოვლენებს საერთაშორისო არენაზე რა თქმა უნდა დამძიმდა სიმძიმის ცენტრი ძალიან დიდი მიმართულებებით და ასე ვთქვათ დაშორებებით არ მოძრაობს თუმცა კი ფანტაზიები თუმცა კი დიდი ასე ვთქვათ ნებათაღელვა და ასე ვთქვათ მადიანობა საკმაოდ კვლავ შესამჩნევია ჰეგემონ პოლიტიკურ წრეებს შორის ამ ფონზე რა თქმა უნდა არ შეიძლება ბმაში და ურთიერთკავშირში არ განვიხილოთ ჩვენთან მიმდინარე მოვლენები თუმცა კი იმდენად დატვირთულია იმდენად მძიმე დღეები რა ბატონებო მძიმე დღეები იმდენი მძიმე დღე გამოვიარეთ და კვლავ მძიმდება ეს დღეები ანუ იცით ოცნებამ სხვა არაერთ ჩავარდნასთან ერთად აი ის რომ ყოველი წელი მომდევნო წელი წინა წელიწადზე უარესი იყო ეხლა დღეების მასშტაბითაც ესეა ყოველი მომდევნო დღე უარესია წინა დღესთან შედარებით იმ ლოგიკით რომ ნაბიჯი დაბალანსებისა ნაბიჯი საერთო ენის გამონახვისა შენ საზოგადოებასთან შენს ქვეყანასთან შენი ქვეყნის მოსახლეობასთან აი ამის ყოველივეს ნიშანწყალი საუბედუროდ არ არის რადგან არაერთ გზის თქვი პატივცემულებო და მოგმართეთ თქვენ იმ ხელასნეულებაში ხართ რომ სულ მართლები ხართ ასე ფიქრობთ დაისვით რა მარგინალიზებული ოპოზიცია რომელიც ზოგჯერ არ შემოდიოდა ზოგჯერ შარლ მიშელის თუ მამანთა და მამანთა ასე შემდეგ ჩართულობით შემოდიოდნენ მათთან ძალიან ძლიერებად მოსჩანდით იცით ძალიან ძლიერებად იმდენი გააკეთეს თორნიკე იმდენი გააკეთეს აი გული დაგწყდება რა 12 წლის თავზე 12 წლის თავზე ეხლა ესენი ჩვენ ვერაფრით ვერ გაგვაკვირვებენ პირადად მე თვითოულ ჩვენთაგან ხო მეტნაკლებად და ამ ერთობას საერთოდ და დარბევებით და დაუშვათ რაღაც სისასტიკით და ისეთი რეჟიმი გვაქვს ჩვენ გამოვლილი მაგრამ შეიძლება ერთი რამით გაგვაკვირვოთ ბატონებო გაგვაკვირვოთ იმით რომ 7 ნოემბერი 26 მაისი 6 მაისი 11 ივნისის თარიღები დაუვიწყარია რაც იმ მიზანთროპულ აუზნიან რეჟიმთან ურთიერთობაში თელმა ერმა გადაიტანა იცით რომლებიც თქვენ დაისვით ერთი სანატორიუმშია და დანარჩენები ისე შეიტკბეთ რომ 89 დეპუტატიდან 75 ყავთ პორტირებული აი იმ ეხლა რომ აგინებთ და ვითომ რომ სულ აგინებდით იმ ძალის წარმომადგენლები. აი
იმდენი გააკეთეთ, რომ ამ 12 წლის თავზე აბსოლუტურად სეგმენტი არ დატოვეს და საზოგადოება გეგა. არ დატოვეს არც ერთი ინსტიტუცია, რომ თითქმის არ დაპირისპირებოდა მათ. აი არც ერთი ასე ვთქვათ საზოგადოება, რომლებიც დამოუკიდებელნი კაც არც ერთ მხარეს რომ არ წარმოადგენენ აპოლიტიკურნი სრულიად, იცით, რომ დაპირისპირებაში არ შევიდნენ ამ ხელისუფლებასთან. აი ეს იმხელად დიდი უბედურებაა, რომ თან შესახვეწად გაუხდათ საქმე. აი იმ ძალასთან, რომელიც ძალაც ოდითგან დიდი ხანია მარგინალიზებულია, შესახვეწად უხდებათ საქმე, რომ ეგების პარლამენტში შევიდნენ. წარმოგიდგენიათ, აი როგორი პარადოქსების ქვეყანაში ვართ, იცით? ყველა ხიდის დაწვა გაგვთ გეგმაში, როგორც გამჩნევთ რა. აი საკომუნიკაციოდ, ურთიერთობისათვის ყველა ხიდს ბატონებო, ნუ დაწვავთ. ეს საქართველოა. ეს ის ქვეყანაა, საუბედუროთ თუ ასე შემდეგ თქვენ რომ ბრძანდებით მის ხელისუფლებაში. ამიტომ ასეთი ხიდების დაწვას საბოლოოდ თვით კრემაციამდე, პოლიტიკურ კრემაციამდე მიყავს, თვით ლიკვიდაციამდე პოლიტიკურად ხელისუფალი, იცით? თქვენ რომელი ხელისუფლება ხართ, კაცო, თქვენ ხართ ძალაუფლება. რადგან ძალებს გზნობთ მოზღვავებულს, ვიცით რაზეც ხართ დაყრდნობილი და უფლებები გგონიათ რომ გააქვთ. ეს უფლებები დაგიკეტათ უკვე ლამის დიდმა პროცენტმა, ლამის აბსოლუტურმა უმრავლესობამ, იცით? თუ ასე გააგრძელებთ, ასე იქნება. თუ არ გამოძებნით, თუ იმანიპულირებთ, თუ იცრუპეტელავებთ, აი ძალიან იაფასიანი ტყუილები იყო კიდევ რა. აი აღარ შემიძლია სად დავსვა წერტილი, რომ აღარ ვიცი, ასეთ უთავბოლო რეჟიმში გვიხდება ურთიერთობა და ყოფნა. ვახსენე საერთაშორისო არენა, ბატონ თორნიკე და გნებავთ ამ კუთხით, გნებავთ როგორც თქვენ გნებავთ, ისე ბრძანეთ. მე მოგახსენებთ ძირითად სიახლეებს, მაგრამ სანამ სიახლეებზე გადავალ, მინდა რომ გამვლილი დღესასწაულები ბარბარობა და ნიკოლოზობა მიულოცოს სრულიად საქართველოს მოსახლეობას. ქალწულმოწამე ბარბარე არის განსაკუთრებული მფარველი ახალგაზრდების და ბავშვების. წმინდა ნიკოლოზი არის სწრაფშემწე და განსაკუთრებით მისდამი ლოცვა მატერიალური გაჭირვების ჟამს განთქმულია, რომ ასე ვთქვათ, კი ბატონო, კეთილნაყოფს გამოიღებს და მე ვუსურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და მატერიალურ კეთილდღეობას სრულიად საქართველოს გისმინოს უფალმა ჩემოთორნიკე. დავიწყოთ უცხოეთის სიახლეებით. ვითარება რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზზე, ბატონო ბექა. სამხრეთ კორეელი პარლამენტარი ლის სუნგ კუონი ქვეყნის ეროვნული დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში უკვე 100 ჩრდილო კორეელი სამხედრო პირი გარდაიცვალა და 1000-მდე დაშავდა. კი ბატონო. აგრეთვე აღსანიშნავია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადება, მან თქვა, რომ რუს სამხედროებს აქვთ კოლოსალური წინსვლა უკრაინის ფრონტის ხაზზე და ეს უკრაინის ტერიტორიის კვადრატულ კილომეტრებს მოიცავს. ომს, რომელსაც იგი ეგრეთ წოდებულ სამხედრო ოპერაციას უწოდებს, კონკრეტული მიზნები გააჩნია და ყველაფერი კეთდება უკრაინის დასამარცხებლად. აგრეთვე უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქში ტერიტორიების 50% დაკარგა. ეს ის კურსკის ოლქია, რომელიც დროებით დაიკავა უკრაინამ და უკვე ნახევარი დაკარგულია ფაქტობრივად. და ასევე აღსანიშნავია ნორვეგიის მთავრობის ინიციატივა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ 242 მილიონი დოლარით დაეხმაროს უკრაინას საზღვაო თავდაცვითი სისტემის გაძლიერებისათვის. აქტუალური იყო აგრეთვე მობილიზაციის ასაკის დაწევის საკითხი, ვიცით რომ უკრაინის არმიას ცოცხალი ძალის დეფიციტი აქვს. მაგრამ ზელენსკიმ უარყო დასავლეთის მოწოდება მობილიზაციის ასაკის 18 წლამდე დაწევასთან დაკავშირებით. მან განაცხადა თავისი პოზიცია ახსნა, რომ არ აქვს მნიშვნელობა ჯარისკაცის ასაკს, თუ ჯარისკაცს არ ექნება შესაბამისი იარაღი, ის ძალიან მარტივად მოწყვლადი იქნება, ასე ვთქვათ, და მარტივად გასანეიტრალებელი.
და აქვე ზელენსკიმ აღნიშნა, რომ 2023 წლის გაზაფხულზე მან ისედაც მიიღო მობილიზაციის ასაკის დაწევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, ასაკი 27-დან 25 წლამდე დასწია. აჰა, გასაგებია. პუტინი ცინიკურ განცხადებას აკეთებს. ის აცხადებს, რომ მზადაა გამოიწვიოს შეერთებული შტატები მაღალ ტექნოლოგიურ დუელში სახელდობრ რუსული ბალისტიკური რაკეტა ორეშნიკი, ქართულად ხილნარი, დასავლური ანტისაჰაერო სისტემების წინააღმდეგ. მისი თქმით, ვერც ერთ დასავლურ იარაღს ვერ ძალუძს აღნიშნულ რაკეტასთან გამკლავება და მისი ჩამოგდება. და აქვე მაყურებლისთვის აღნიშნავ, რომ ამ იარაღის ორეშნიკის ფრენის სიშორე 5500 კილომეტრია, რაც ნამდვილად კოლოსალური რიცხვია. რა თქმა უნდა. რუსეთის პოზიციები სირიაში. პუტინმა განაცხადა, რომ დასავლური მედია ცდილობს წარმოაჩინოს თითქოს რუსეთის პოზიციები სირიაში შესუსტდა, თუმცა ის ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. მან მკაფიოდ აღნიშნა, რომ თავისმა ქვეყანამ რუსეთმა შეასრულა თავისი მისია ტერორისტულ ორგანიზაციებთან დაკავშირებით. შემდეგ ამ ტერორისტულმა ორგანიზაციებმა გარკვეული ტრანსფორმაცია განიცადეს და დაუპირისპირდნენ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს. და ის ბრალსდებს ევროპულ ქვეყნებსა და შეერთებულ შტატებს იმაში, რომ ამგვარ ჯგუფებთან ურთიერთობის დალაგების მცდელობა აქვთ მათ და სვამს ამგვარ კითხვას, თუ ეს ტერორისტული ჯგუფები არიან, რატომ მიდიან მათთან ურთიერთობაზე დასავლური ქვეყნები. ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კონკრეტულად ვის გულისხმობენ? თუ ეს ტერორისტები არიან, ესე იგი დავაკონკრეტოთ. ახალმთავრობას, ხო? ვინც არის იქ, ხო, ვინც პოზიციონირებს. როგორც სამხედრო ძალები, რომლებიც განიცადეს ტრანსფორმაცია და დაუპირისპირდნენ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს. კი ბატონო. ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა ნატო-რუსეთის შესაძლო ომთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება. მისი თქმით, რუსეთისთვის ომი წმინდა საქმეა და ამ წმინდა ომს ისინი აწარმოებენ სრულიად დასავლური სამყაროს წინააღმდეგ და არ არის გამორიცხული, რომ მომდევნო 5-10 წელიწადში ეს ომი ნამდვილად დაიწყოს ნატოსა და რუსეთს შორის. საუბარია პირდაპირ ომზე, რასაკვირველია. და ის აცხადებს, რომ ნატომ ამაზე ძალიან სერიოზული რეაგირება უნდა გააკეთოს და სათანადოდ უნდა მოემზადოს. კი ბატონო. თურქეთი გააქტიურდა სირიაში. ამერიკული გამოცემა Wall Street Journal შეერთებული შტატების მთავრობის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ თურქეთი და მისი მოკავშირე სამხედრო ჯგუფები სირიის საზღვართან სამხედრო ძალებს აგროვებენ. ოფიციალური ვაშინგტონი ამით შეშფოთებულია და კეთდება განცხადება, რომ შესაძლოა სირიელი ქურთების მიერ კონტროლირება ტერიტორიებზე დაიწყოს ფართო მასშტაბიანი შეტევა. კი ბატონო. ისრაელმა იერიში მიიტანა ჰუსიტებზე. ჩვენ ვიცით, რომ გარკვეული პერიოდის წინ, გარკვეული ხნის წინ ჰუსიტებმა დრონებითა და რაკეტებით მიიტანეს შეტევა ისრაელზე. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ეს შეტევა პასუხგაუცემელი არავითარ შემთხვევაში არ დარჩებოდა. შესაბამისად, ისრაელმა მიიტანა იერიში ჰუსიტებზე. ტრამპი აფრთხილებს ჰამას, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა, სულ ორი სიახლე დამრჩა და ამასაც სწრაფად მოგახსენებთ. ტრამპი აცხადებს, რომ თუ ჰამასი 20 იანვრამდე არ გაანთავისუფლებს ძევლებს, რომლებიც არიან ისრაელის მოქალაქეები, იგი ისრაელთან შეთანხმებით ჯოჯოხეთს მოუწყობს ჰამას. მას უკვე ჰქონდა ურთიერთობა, დიალოგი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და ისინი ერთობლივ მოქმედებებს გეგმავენ. ჩვენ წინა გადაცემაში ტრამპისგან არ ახალია საერთოდ ესეთი მიდგომები. ისრაელი და შეერთებული შტატები ძალიან ისეთი მკაფიო სტრატეგიული პარტნიორები არიან. იყვნენ და არიან. დიახ. და ასევე ბოლო სიახლე ეხება სომხეთ-აზერბაიჯანის საკითხს. სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი აპირებს შესაბამისი რეფორმის გატარებას თავდაცვის სისტემაში და ახალი იარაღის შესყიდვას, თუმცა მან მკაფიოდ განაცხადა, რომ სომხეთი არ აპირებს იერიშის მიტანას აზერბაიჯანზე, ის მხოლოდ საკუთარი საზღვრების დაცვით შემოიფარგლება. აგრეთვე ფაშინიანმა აღნიშნა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ
აზერბაიჯანის სამხედრო ბიუჯეტი სამჯერ აღემატება სომხეთისას. თუმცა მისი თქმით სომხეთი კონკურენციაში არავისთან არ შედის, უბრალოდ ახალ იარაღს შეიძენს და ბოლოს აღნიშნავ იმას, რომ მესამე ძალა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან აღარ დადგება, რადგან ეს საჭირო არ იქნება, აცხადებს ფაშინიანი. უფალმაინებოს ჩემო თორნიკე, რომ არც მესამე და არც არანაირი მილიტარისტული პოლიტიკა არ მძვინვარებდეს არც ერთ რეგიონში, მაგრამ ჩვენ ვიცით ბატონ გეგა, რომ პირიქით მიმდინარეობს ყოველივე. მე ახლა სანამ გადმოვალ სულ მალე თქვენთან, ესეთი რამ მინდა, მადლობა თორნიკე, ტევადი იყო, რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება ახლა ასეთი მართლა პოლიტიკური ტექტონიკური ძურების, ასე ვთქვათ, ეპიცენტრში ჯერჯერობით უფალმაინება და არა ვართ, მაგრამ არ მოვიაზროთ, გნებავთ იმ კუთხით, რომ ის რაც მოსალოდნელია კავკასიის რეგიონში, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა მოსალოდნელია, ავად თუ კარგად, მაგრამ აქ სიკარგე რამდენი ხანია უკვე დამშვიდობებულია ჩვენთან, დაკავშირებულია უპირატესად და უპირველესად ჩვენს ქვეყანასთან, ხო? ასე რომ ყველაფერი გეგა იქითკენ მიდის, რომ აი სარწმუნოებრივი საკითხების გარეშე აი დღეს გამოჩნდნენ ძალიან ძალზედ მრავალი ექსპერტები. ისე როგორ არა ყოველთვის იყვნენ ექსპერტების ქვეყანაა კაცო საქართველო. დამეთანხმებით ალბათ. ექსპერტების ქვეყანა ვარ ჩვენ, პროფესორების, აკადემიკოსების, ამას მე რა თქმა უნდა სარკასტულად ვამბობ. განა იმიტომ რომ ჩვენ დიახ, ერთს აღნიშნავ. დიახ. როდესაც არსებობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1918-1921 წლებში უცხოელებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ ეს არის ქვეყანა, რომელიც მინისტრების ექსპორტს უნდა აწარმოებდესო და ამარაგებდეს თელ მსოფლიოსო. კი ბატონო, ეს სარკაზმი, რა თქმა უნდა, არ აკნინებს ჩვენს უნიჭიერეს პოტენციალს, ქართულ უნიჭიერეს პოტენციალს, მაგრამ რა კუთხითაც და რა კონტექსტითაც ვამბობ, ალბათ გასაგებია და ტელემაყურებელი რადიომსმენელიც მიგვიხდება. უბრალოდ, იცით, ძალიან გაცივდა და უსიყვარულობას ვერ დავარქვევ. სიძულვილი დომინირებს, გეგა. აი სიძულვილი როცა დომინანტია, ასეთ პატარა ქვეყანაში, ხო? აი კიდევ როგორ არ შეიძლება მათ როგორ შემიძლია რომ ასე ვთქვათ არ მივმართო, ხო? აი ქართულ იმიჯს რას უშვებიან, რომელიც გააცამტვერა სააკაშვილმა. კი, მავანთა და მავანთა გამწვანებით, რა თქმა უნდა, მათ საუკეთესოდ იციან. ბევრი ქართველოლოგია უცხოეთში. საუკეთესოდ იციან ჩვენი ყოველივე მონაპოვარიც და ასე ვთქვათ, ჩვენი სწორებაც, როგორი მარტვილიერი ვართ, მაგრამ ის რომ რაც მან დამართა და ამან გააგრძელა მე მრავალი რამ კუბში აყვანით, ხო? აი ყველა ახლად შექმნილი გეგა. თუ დაუშვათ ცოტა მოგვიანებით შექმნილი, ან ცოტათი ადრე შექმნილი ქვეყნები, ჩვენ გვამონათებენ და ყველა ჭკუას გვასწავლის. როგორი სამარცხვინო, როგორი ცინიკურია, რომ თურმე ჩვენ ერთმანეთთან დაჯდომა საუბარი არ ვიცით და გვესწავლება. რომ თურმე ჩვენი მოსახლეობა ძვლებში არ უნდა დავამტვრიოთ და ეს გვესწავლება, კაცო. თითქოს გამოვლილი არა გვაქვს 1000 კასრები და ასე შემდეგ ესმით. ამიტომ აი მთავარ ეპისკოპოსი გამახსენდა უცებ წმინდა მამა ამბერგი ტაუშევი, რომელიც ვარდისფერ ქრისტიანობაზე საუბრობდა ხოლმე, გეგა, შენ არ გესწავლება, რა თქმა უნდა, უფრო მეტად, რომ ვარდისფერი ქრისტიანობა ჯერ რა ქრისტიანობაა, მაგრამ ეს ის ქრისტიანობაა, სადაც ქრისტეს აღდგომას, ქრისტეს ჯვარცმის გარეშე ხდიან შესაძლებელს. ეს ხომ გამორიცხულია. ჯერ ჯვარცმა იყო და მე მით უმეტეს ქართველ ერს ისე ვიდოდით ჩვენი ისტორიის მანძილზე, ეს აბსოლუტურად არავისგან არ ესწავლება ჩემო კეთილებო, რომ ჩვენი ჯვარცმა, ჩვენი გოლგოთა აუცილებლად გასავლელი ჩვენი ნაბიჯებით, ჩვენი სისხლით, ხო, უნდა ყოფილიყო და ასე აღესრულებოდა ხომ უფლის მიმართ სასვეებაში. და შემდეგ გარდუვალი აღდგომა, რომელიც ყოველთვის თან ახლდა ყოველივეს და ის აღდგომა კიდევ მეორედ მოსვლით ასე ვთქვათ და რაც აპოკალიფსის მიხედვით იქნება, მე მგონი მაგ ჟამშიც ვარ შესული, უფალმაინებოს რომ გაცილებით ნაკლებით კივილებით შეგვიყვანოს. გისმენთ ბატონო. პირველსამები პირველ რიგში კიდევ ერთხელ ჩვენს მაყურებელს ღმერთმა მოგვანიჭოს მშვიდობა,
ამ ურთულეს პერიოდში გულისხმისყოფა რა არის ღვთისნება მთავარი ადამიანისთვის და ასევე ერისთვისაც არის გააზრება და გაცნობიერება იმისა რა არის ნება ღვთისა. ჩვენ უნდა დავიმდაბლოთ საკუთარი თავები, უნდა შევკვეცოთ ჩვენი პირადი მოთხოვნილებები, ამ ქვეყნიური მისწრაფებები, რომელიც ხშირად წინ გაგვირბის და არ ვაკეთებთ კონცენტრირებას მთავარზე, სულიერზე და ის სწორედ ღვთაებრივი სინერგია, რასაც ქვია ღვთისა და კაცისნების ერთობა არის აუცილებელი წინაპირობა იმისა, რომ როგორც პიროვნებაზე, ისე ერზე მოიწვიოს მადლი სულისაწმინდისა და ერმა შეძლოს გადარჩენა და ადამიანმა სულის ცხოვრება. აქედან გამომდინარე დღეს ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ იმაზე თუ როგორი სახელმწიფო უნდა ავაშენოთ, როგორი ქვეყანა გვინდა, როგორი გზა უნდა წარმართოს ქართველმა ერმა, ხო? უპირველეს ყოვლისა ჩვენ თუ ვართ მართლმადიდებელი ქრისტიანი ერი, ჩვენ თუ ვემორჩილებით მთავარ კანონს, რომელიც არის უფლის კანონის სახარებისეული მცნებები ჩვენი, ხო? აქედან გამომდინარე ყველა ჩვენი ნაბიჯი, ყველა ჩვენი მოქმედება და მათ შორის პოლიტიკაც უნდა იყოს დაფუძნებული აი ამ სწორედ ამ ფასეულობებზე, ამ პრინციპებზე და აქედან გამომდინარე უნდა ვაკეთებდეთ არჩევანს და აქედან გამომდინარე უნდა ვაკეთებდეთ ჩვენს ორიენტირებს, აქედან გამომდინარე უნდა ვსახავდეთ ჩვენს ორიენტირებს რა. აი წმინდა ნიკოლოზ დიდი სერბი მამა ამბობს, რომ არსებობს ქრისტიანული და არაქრისტიანული პოლიტიკა და ქრისტიანული პოლიტიკა სწორედ იმით განსხვავდება არაქრისტიანული პოლიტიკისაგან, რომ სასუფეველზე არის ორიენტირებული და მიზანი არ არის არა მიწიერი, არა ამ ქვეყნიური კეთილდღეობა, უპირველეს ყოვლისა ქრისტიანული პოლიტიკისა და ქრისტიანული პოლიტიკის წარმოების მიზანი არის, რომ ერი და ქვეყანა და საზოგადოება სათნო იყოს უფალს და ღვთაებრივი პრიორიტეტები განსაზღვროს და ღვთაებრივ სინერგიაში მოვიდეს და ერმა აღასრულოს ღვთისნება და ერმა შეძლოს იმ გზაზე სიარული, რომელიც არის ნაკარნახევი სახარებიდან და წმინდა წერილიდან. იმას თუ გაიხსენებ, გეგა, წმინდა პორფირი კავსაკოლიველი ბრძანებდა ქრისტიანულ მთავრობას ავირჩევდით თუ რა. აი რაღაცა შენ უფრო ზუსტად გახსოვს. წმინდა პორფირი კავსაკოლიველი ამბობს ნამდვილად ამას, რომ აი ჩვენცა დამნაშავე ვართ იმაშიო, რომ რა დღეშიც არის დღეს ჩვენი ქვეყანაო, რომ ჩვენ რომ კარგი ქრისტიანები ვიყოთო, ქრისტიანულ პარტიას თუ არა, ქრისტიან პოლიტიკოსას, მორწმუნე პოლიტიკოსას მაინც ავირჩევდითო და მათ მივცემდით ასპარეზს ქვეყნის სამართავად, საზოგადოებრივ ასპარეზს დაუთმობდით და აქედან გამომდინარე ყველაფერი უკვე გაცილებით სხვაგვარად იქნებოდა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი ერის ცხოვრება გაცილებით უფრო სხვაგვარი იქნებოდა. და აი სწორედ ამას ამბობდა წლების განმავლობაში, მაგალითად ჩვენი ძმა ლევან ჩაჩუვადას, ჩვენი ერთობა ქართული იდეა სწორედ აი ამ თავარ იდეაზე იყო დაფუძნებული და დაფუძნებული არის და ჩვენი მოქმედების მთავარი ცენტრალური ნაწილი ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებისა და დღის წესრიგის არის ქრისტიანული პოლიტიკის წარმოება საქართველოში. და დღეს, როდესაც აი ვიღაცები გამოდიან და დეკლარირებენ კონსერვატიული ფასეულობებით, ხო? როდესაც ჩვენ გამოდიოდით წლების წინ და როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ გააუქმეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, აკრძალეთ ეს პროპაგანდა, აგიტაცია ამ უზნეობის და ასე შემდეგ კიდევ მრავალი თემა იყო, გვარბევდნენ, გვცემდნენ და გვიჭერდნენ და გვერდშიც ბევრნი არ გვედგნენ. და გვერდში არ გვედგნენ და აი დღეს რო თუმცა კი ყველას აქვს უფლება გამოხატოს სწორედაც მართლმკეთელური პოზიციები სინანულის უფლება რა თქმა უნდა ყველას ვენაცვალე და გვერდში დგომაც ბევრისგან გვახსოვს მერე. ხე ნაყოფი შეიცნობა და აი დღეს ის პროცესი, რასაც ჩვენ უყურებთ, აი თბილისში გამოდიან ახლა ეს ადამიანები და არ ბევენ და უშუალოდ იმას საქვია პარლამენტის შენობას მაშხალებს ესვრიან და ეს მამას არ მოწონს და ასე შემდეგ. ხო აი რა ხდება ხა რასაც თბილისში საიდან მომდინარეობს ეს? ანუ ამ ყველაფერს ხო აქვს თავისი შედეგი და ხო განმაპირობებელი ფაქტორები. რატომ მივედით ჩვენ დღეს აქამდე? შემთხვევით ხო არაფერი არ რასაც დათესავ იმას იმკი. რა ნაყოფის დღეს ჩვენ მოვიმკეთ და მიმკით ყველაფერი ეს ამ 12 წლიანი პერიოდის თესვის შედეგი ეხლა და მომყვა ამ ნაყოფისა. ამ ეს 12 წელი, როდესაც მართლმადიდებელი ეკლესია ჩვენი პატრიარქის სამღვდელოებამ რეული მოუწოდებდა ამ ხელისუფლებას, რომ ყველაფერი შეეცვალა, ყველაფერი გამოისწორებინა, რომ ქრისტიანულ კალაპოტში ჩაეყერებინა ქვეყნისგან ვითარება, ახალგაზრდების განვითარება, სკოლაში ეკლესია დაებრუნებინა, ამას რომ გადამწყვეტია ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს, რომ სკოლის მერხიდანვე ადამიანი ბავშვი ოჯახთან ერთად, აი მე მახსენდება
ჭირდება ახლა ზუსტად წმინდა მეც შავერწობის შენება იოანე კრონშტადელი არის ერთ-ერთი ესეთი დიდი мама და იოანე კრონშტადელი ამბობს ესეთ რაღაცას რომ მას ჰქონდა დიდი ესეთი გამოცხადება ხილვა როდესაც ის ჩაგდებული იყო ჯოჯოხეთის ჯულყუნდებში თავის გამოცხადებისას და იოანე კრონშტადელი მოხდა წიგნი არის ესეთი ბნელძალთა კრება და იქ აღწერს ამას რომ ესე იგი მოხდება შეკრებაზე ეშმაკებთან დემონებთან და ეს დემონები განიხილავენ ამ ლუციფერთან ერთად, ესე იგი სატანასთან ერთად განიხილავენ როგორ უნდა აცდუნონ ადამიანი და როგორ უნდა წაწყმინონ და ეს ეუბნება ეს ბოროტი უწმინდური სული რომ ამ თავის დემონებს აძლევს დავალებას რომ დააპირისპირეთო ბავშვებიო ოჯახს სკოლასა და ეკლესიასო და თუ თქვენ ამას შეძლებთო და აღარ ეყოლება ავტორიტეტი სკოლაში აღარ ეყოლება ავტორიტეტი ეკლესიაში და აუხედრდება თავის მშობლებს მაშინ ყველაფერი გამოგივათო და უკვე მათი სულები თქვენს ხელში იქნება. ჩვენ ამის პერიოდი რას უყურებდით? ჩვენ ეს პერიოდი უყურებდით იუვენალური იუსტიციითა და ბავშვთა კოდექსებით ოჯახების ნგრევას, ეკლესიების რაც ანტიდისკრიმინაციული დაიწყეს, ეკლესიის საყდრის აფეთქებით დაიწყეს. მოდი ვთქვათ. კი ბატონო, ეკლესიის განდევნას სკოლებიდან და ბავშვებზე ძალადობას, ანუ ამ სულიერი კუთხით, როდესაც მათ ჩაუკეტეს ეკლესიასთან მისასვლელი კარის სკოლიდან გამომდინარე და სკოლებში ესე იგი სეკულარიზაცია და ლიბერალური განახლება და დაპირისპირება ბუნებრივად ხე ნაყოფით შეიცნობა ოჯახთან, სკოლასთან და ეკლესიასთან. გაიხარე. და აქედან გამომდინარე, როდესაც ეს ბავშვები უკვე თაობა ისე აღიზარდა, ლიბერალური ფასეულობებით აღიზარდა, თავისუფლების ინსტიტუტის ნაციონალურმა მოძრაობამ რა რეფორმების დაიწყო და რომელიც თავისუფლების ინსტიტუტმა და იმ წინა 9 წლიანმა სისხლიანმა რეჟიმმა საქართველოში რა უბედურებას დაატრიარა ეს ლიბერალური დღის წესრიგი სრულად გაგრძელდა და ეს 12 წელი აბსოლუტურად იდეოლოგიურად იდენტური და იგივეობრივი იყო შეიძლება გარეგნული ფორმები ქართული ოცნების მმართველობისას ანუ ეს სისხლიანი ეს ტირანიული მმართველობის ფორმები აღარ იყო ისეთი როგორიც ჩვენ ყოველდღე მივიღეთ 7 ნოემბერი და ყოველდღე მივიღეთ 26 მაისი ამდენი დღის განმავლობაში ამაზე ვაპელირებთ. რის გამოც ჩვენ გადავირჩიეთ წინა რეჟიმი, ანუ ფაქტებს ვიხსენებთ ქრონოლოგიას. პატიმრებზე ძალადობა, ადამიანების ქუჩაში ხრეტა, ბიზნესის ესეთი უკონტროლო რეკეტი და ასე შემდეგ. ჟურნალისტების ბატონო ჩემო. ბოროტება მოკლედ. თავისუფალი მოქალაქეების, ახალგაზრდების. ის 9 წლის განმავლობაში ის ბოროტება, ის სისხლიანი უბედურება, ის სატანიზმი, რაც მიშა სააკაშვილმა და მაგისმა ხროვამ საქართველოში აწარმოა, ეს რა თქმა უნდა აღარ იყო მე ეს 12 წელი და ამ კუთხით ჩვენ ამოვისუნთქეთ, ხო? მაგრამ სულიერი საფუძვლებით ქართული ოცნება იყო ქართველი ერის ძილ გამომთხრელი ძალა, რომელმაც კანონით იუვენალური ფაშიზმით და ამ ყველა უბედურებით საქართველოს სულიერი საფუძვლები არყია. აქ სწორედ ქართული ოცნების მმართველობის დროს დაიწყო 17 მაისი და მე პატრიარქს რომ არ მიეღო ეს ყოველ 17 მაისს ჩვენ აქ იმას რა ქვია გეი პარადებს უყურებდით და აბსოლუტური უღმერთობა იყო ეს 12 წელი პოლიტიკაში და დღეს ახლა რომ ვიღაცებს მოუნდათ რომ მანდატები მოიპოვონ და ქულები დაიწერონ საზოგადოების ტრადიციული ნაწილისგან, აი ეს მომენტალური ფერისცვალება და მე ვფიქრობ ყალბი ფერისცვალება, მაგრამ გულთამხილველი მხოლოდ უფალია, მე აქ პიროვნებებს არ გამსჯი, მაგრამ ეს 12 წელი ის ლიბერალური დღის წესრიგი, რომელიც წინა რეჟიმის აბსოლუტური გაგრძელება იყო და რომელიც გადაბმულად იბადოდა საქართველოში. აი სწორედ ამისი ნაყოფი არის დღეს ის, რასაც ჩვენ ვიმკით და ერთადერთი გამოსავალი აქედან მე ამასაც ვიტყვი. ხო, ამბობენ ხალხი რომ აი კი ამას გვთავაზობთ, მაგრამ რას გვთავაზობთ როგორც გამოსავალს რა. მე ისევ რითაც დავიწყე საუბარი. გამოსავალზე გადმოვალ ისევე, გეკნება. გამოსავალი ქრისტიანული პოლიტიკის წარმოების ალტერნატივა საქართველოში არ არის და ეს როგორ უნდა ჩატარდეს ამაზე ცალკე ვისაუბრებთ. ხო, იცით, აი ეხლა სულ ერთი წამით ჩემო თორნიკე ეხლავე გადმოვალ სიტყვას. აი მარტივად რომ ვთქვათ, ის ფუნდამენტი რაც გქონდა ჩვენ ფუნდამენტი აი ისტორიულად, ხო, ჩვენი იდენტიფიკაცია, რითაც ხდებოდა თორნიკე, ხო? აი ჩვენი ავტოქთონური, ასე ვთქვათ, შინაარსი, რასაც წარმოადგენდა, ეს ფუნდამენტი მოარღვიეს მთელი 30 წელზე მეტი კიდევ, ასე ვთქვათ, განმავლობაში და დაამყარეს რა? ლიბერალური ფუნდამენტი. ლიბერალურ ფუნდამენტზე კონსერვატიზმი არ დაფუძნდება.
და საქართველოს კონსერვატიზმი როგორც ასეთი არასდროს არ მოუთხოვია და არ საჭიროება მისი არ ყოფილა, რამე თუ ჩვენ ტრადიციის მოტრფიალი ერი ვართ. ჩვენ ტრადიცია არის განვითარება, არაფერს არ აკონსერვებს. კონსერვოს შენახვას ნიშნავს და ამ ასე თქვა დეფინიციაზე ჩვენ მე არაერთხელ გზის მაქვს ნათქვამი, თუმცა კი ქართულად კონსერვატორიზმი რა თქმა უნდა მოთარგმნილი გვაქვს და ვიცით რა ღირებულებების ადამიანები არიან, ჩვენი თანამებრძოლები არიან, ღმერთმა გაუმარჯოთ, მაგრამ თვითონ დეფინიცია შიგთავსი არ ყოფილა მოთხოვნილება ქართველი ერისა. ჩვენ ტრადიციისთვის ვეწირებოდი და ჩვენი ტრადიცია რა არის? მარტვილობა მოყვასისათვის და რა თქმა უნდა ქრისტესთვის თავის დადება. გისმენთ ბატონო თურმე. გეგამ აღნიშნა რომ რელიგია არ ისწავლება სკოლებში, ძალიან ხშირად მოგვისმენია არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე ჩვენ არ გვყავს საკმარისი რაოდენობის კადრები იმისათვის, რათა რელიგია ვასწავლოთ სკოლაში და მე ვფიქრობ, რომ როცა იქნება სახელმწიფოს ნება, როცა გულიგულობს ქადა ორი ხელით იჭმევაო, ნათქვამია ხალხური გამონათქვამი არის. სახელმწიფომ აუცილებლად უნდა დახარჯოს ფინანსური სახსრები მომავალი თეოლოგების აღსაზრდელად, რომლებიც აუცილებლად უნდა შევიდნენ სკოლებში. და აქ ხშირად ჩდება ხოლმე კითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ აი ვინც თქვათ მართლმადიდებელი აი გეგა რო შეუშვათ, ეხლა ხო ჩაუდებს, პირდაპირ twin-ში ჩაუდებს. ვინც მართლმადიდებელი არ ვაფორმებთ, ნო, პირდაპირ გეუბნები რეალურს. ამაზე არის ნათქვამი, მაგრამ ფაკულტატურ საგნად, ანუ არჩევით საგნად, სადაც ნიშნები არ იწერება და უბრალოდ ასე ვთქვათ, სწავლება მიმდინარეობს, მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, არათუ პრობლემას ვერ ვხედავ, არამედ ვხედავ აუცილებლობას, რომ მართლმადიდებლური სარწმუნოება საჯარო და კერძო სკოლებში აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს ფაკულტატურ საგნად, არჩევით საგნად. ვისაც არ აქვს სურვილი დასწრების, ეს ნუ მისი ნებაა და გამომდინარე იქიდან, რომ სპეციალური კონკორდატით სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებობს შეთანხმება, რომლის საფუძველზეც ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას აქვს ერთ-ერთი ძირითადი როლი, ასე ვთქვათ, ქვეყნის სახელმწიფოებრიობის ფორმირების საქმეში, ბუნებრივია ასეთ სახელმწიფოში თუ კი თვალთმაქცნი არ ვართ, დიახ, მართლმადიდებლური სარწმუნოება, საფუძვლები, თუნდაც კატეხიზმოს დონეზე მაინც უნდა ისწავლებოდეს სკოლებში ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად უნივერსიტეტებში. კი ბატონო, კონკორდატზე გამახსენდა. კონკორდატი ბატონო გიგა არეგულირებს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის თითქმის ყოველ დეტალს, ხომ ურთიერთობებს და მიუხედავად იმისა, რომ ძალზედ ლუსტრირებულნი იყვნენ და მართლაც თქვენი თქმის არ იყოს, ხე ნაყოფით შეიცნობაო და საკმაოდ ესეთი ფართო პასაჟი გქონდათ და ტევადი ხო და ესეთი მართლა შთამაგონებელი. აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენ ხო გვახსოვს ბოლოს არჩევნების მიჯნაზე როგორ მოინდომეს ეკლესიასთან როგორი ბინძური თამაშებით შეთავაზეს პირდაპირ რომ ჩვენს დაქვემდებარებაში იყავითო და ჩვენი ჯიბიდან გადაგიხდითო. ანუ ჩვენს ხელფასზე და სახელმწიფოს დაფინანსებაზე სურდათ ეკლესიის გადაყვანა. სწორედ ეს შეთავაზება იყო და არა ასე ვთქვათ ყბადაღებული რომ სახელმწიფო რელიგიად გამოვაცხადოთ მართლმადიდებლობა. მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგია ისედაც არის და ამას არ ჭირდება ის მზაკრული ინსუაციები, რომელიც იყო ქვეპუნქტებში და მიღმა კიდევ და მე შემდეგ უკვე რომ მიიღეს მართლმკვეთელური პასუხი ჩვენი საპატრიარქოსაგან და ჩვენი დედა ეკლესიისაგან, ხო? მერე უკვე დაბნეულებმა სრულიად თითქოს რომ თქვათ სლენგით და უხეშად ჟარგონზე რომ თავი არ დაეწვათ, თქვენს რომ აი ჩვენო მერე გავაკეთებთო კიდევ ჩანაწერსო თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობის და ასე ვთქვათ დანიშნულების არისო დედა ეკლესიაო ჩვენი სახელმწიფოსათვისო. აი როგორი ასე ვთქვათ არა მხოლოდ ინფანტილური, არამედ ფარისეულური განცხადებებია. და ის ფუნდამენტი სწორედაც რაც აღვნიშნეთ წეხამთ, ხო? ფუნდამენტი ლიბერალური შექმნეს დღენიადაკ. აი ლამის შარლ მიშელის ფრაქცია დააარსეს კაცო. აი შარლ მიშელი რასაც ეთყოდა კონკრეტულად ისე მოქმედებდნენ თითოეული მათგანი. დღიდან მოსვლისა მხოლოდ და მხოლოდ ლიბერალური დოქტრინა
ყალიბდებოდა საქართველოში და ეს გახლავთ სწორედაც ინდოქტრინაცია თავებისა, ახალგაზრდებისა, რომლებიც აღარ მინდა ეხლა ყბადაღებულ ნარკო თემაზე ვისაუბრო, მაგრამ როგორ არ უნდა ვისაუბრო, როცა ახალგაზრდობა ხელიდან გვეცლება, მეგობრებო, ამ ნარკოპოლიტიკით, ამ გაუმართლებელი მარტო ერთადერთი არა და n რაოდენობით აქვთ მათ სამხელი. n რაოდენობით აქვთ მათ არა მხოლოდ შეცდომა, არამედ დანაშაული სახელმწიფოს წინაშე პირდაპირ ვეუბნები. ერთადერთი ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ნარკოპოლიტიკაა მათთვის მათ კისრებზე დამოკლეს მახვილი, ჩემო კარგებო. იცით, ყველანაირად მოხდა ისე რომ ეხლა ბოლოს სანქციაზე მიდის გიგა, სანქციაზე ასანქცირებენ, ხო? ეს რა თქმა უნდა სუფთა ქართული გულით და ქართული ამოძახილით როგორ შეიძლება გაგიხარდეს? გაყალბებით მოვიდა თუ რა უბედურებებითაც მოვიდა 12 წლის განმავლობაში ილუზიაშია თუ რაღაცა კიდე ოცნებობს გავანებოთ ამ ყოველივეს თავი როგორი ხელისუფალი ყავს საზღვარ გარეთი ის ქვეყნებიც კი რომლებიც გუშინ ჩამოყალიბდნენ რომელსაც ოდითგან ჩვენ ვასწავლიდით და დამბადებელი მრავალი ერთა ხო არის ქართველური მოდგმა ხო აი ამას საუბრობს ბევრი ლინგვისტი ენათმეცნიერი ხო იგივე როგორც რისმა გორდეზიანი, კორნელი კეკელიძე, ნიკო მარსა აქვს სერიოზული. ნარკვევი და არაერთ ბევრი ქართველოლოგი და ბევრი რუსთველოლოგიც აი ამ თემაზე საუბრობს და ასე რომ როგორ შეიძლება შენ ქვეყანის ხელმძღვანელობის დასანქცირება გაგიჟებდეს სიხარულით. რამე თუ ჩვენ ვიცით მეგობრებო რომ 12 წლის განმავლობაში ფისკალურად მხოლოდ და მხოლოდ დასავლეთზე ვიყავით მიჯაჭვულნი. ქირურგიული ოპერაციაც კი არ არის ალტერნატიული მეთოდი იმისა, რომ ჩვენ აი ამ მიწებებისაგან რამენაირად ჩამოვშორდეთ, რამე თუ აგებული ხერხემალი მხოლოდ დასავლურ მოდელთან კავშირში და დასავლურ ფინანსებთან კავშირში იყო მთელი არა მხოლოდ 12 წლის განმავლობაში, მთელი 21 წლის მე ვიტყოდი შევარდნაძის მოსვლის შუა წელიდან ასე ვთქვათ, რადგან პირველი წლები ვიცით ჩვენ რა უბედურებაშიც ვიყავით და უბედურებათა კასკადი ესაა მთავარი უბედურება, რომ უბედურებათა კასკადი დღემდე გრძელდება. იცით, უცებ გამახსენდა რა, იცით, წეხან რომ უკვე რეგულაციების გამკაცრებაზე გვაუწყებდნენ ელექტრონულ სივრცეშიც, საერთოდ მასმედიური საშუალებები ერთი მარგალიტი კიდევ გადმოაგდეს რა და ღირსების ორდენზე წარადგინეს რომ ინაუგურაციის მერე გავანებოთ თავი როგორი კანდიდატია ინაუგურაცია ვინ უნდა ჩაატაროს ესეც რა თქმა უნდა თავს ლაფს დასხმა მთელი ინსტიტუტის და საერთოდ მთელი ქვეყნისათვის აი ამ განათლებული ერდროს მაინც განათლებული და მართლა პროფესორთა ქვეყნისათვის ძალზედ აღარ მინდა სიღრმეებში შევიდე პიროვნულად ყველანი კარგად იყვნენ კაცო პიროვნულად თქვენს აი ვინც მზაკურობით გამოირჩევით ფარისევლობით გამოირჩევით თქვენი პოლიტიკა რომ მოუსავლეთისკენ მიდის მხოლოდ და მხოლოდ პიროვნულად თქვენს კარგად იყავით ბატონებო და 100 წელს გადააბიჯეთ იცოცხლეთ მაინც ვერაფერ კვალს ვერ ამჩნევთ სასიკეთოს ამ ქვეყანას და თქვენს უარყოფით როგორმე მოინელებს ქართველი ერი როგორმე მოინელებს ამიტომ ჩვენ ნომრის გამოცხადება დაგვავიწყდა თორნიკე ნომერი თუ მოასწრებენ ესა ზარს არა და იცოდნენ ნომერი ტელემაყურებელმა და პირველი 20 წუთი თუ ჩვენ გვასაუბრეს და ეს ჩვენი თხოვნაც იყო. ეხლა მსურს შესაბამის ნომერზე, რომელიც ძალიან კარგად იცის ჩვენმა ტელემაყურებელმაც და რადიომსმენელმაც, თუ მოასწრებენ დარეკვას, რა თქმა უნდა ეთერში ვართ და მე გამოვაცხადებ ნომერს 032 23 88 105. ვინც დარეკავთ, ეთერში იქნებით, რა თქმა უნდა. და აი ამ უბედურებებზე მაქვს სწორედად საქმე. აი განათლების სპეციალისტი ხარ თორნიკე. განათლება მხოლოდ აი გავანებოთ თავი დაუშვათ აი საკითხებს, რომელიც საკითხიც ასევე ჩიხში შემყვანია მათთვის და რა თქმა უნდა კუთხეში მომქცევი.
მათი კუთხეში განათლების სისტემა არ არის ერთ-ერთი კიდევ დიდი დამოკლეს მახვილი, რომელიც სრულ გაუნათლებლობად აქციეს ლამის. მოგახსენებთ. განათლების სისტემა არის ეკონომიკისა და ეკონომიკური წყობისა და პოლიტიკური იდეოლოგიის ზედნაშენი, ასე ვთქვათ. პოლიტიკური იდეოლოგია და ეკონომიკური წყობილება არის განათლების ბაზისი. განათლების სისტემა არის იმგვარი, როგორადაც მას აპროექტებენ. ანუ ის მუდამ ექცევა იდეოლოგიური ზეგავლენის ქვეშ. კომუნისტურ პერიოდში განათლების სისტემის მიზანი იყო კომუნისტის აღზრდა. ნაცისტურ გერმანიაში განათლების სისტემის მიზანი იყო ნაციონალ-სოციალისტის აღზრდა, ასე ვთქვათ. თანამედროვე ლიბერალურ სამყაროში ლიბერალური განათლების სისტემის მიზანია ლიბერალის აღზრდა და მეცაც გეტყვით, რომ ქართული საგანმანათლებლო მოდელის ზოგადი სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სწორედ გახლავთ ეგრეთ წოდებული ლიბერალ-დემოკრატიული ფასეულობებით გამშვებული ახალგაზრდის აღზრდა. დიახ, ზარია ბატონ თორნიკე და აი მადვე და მე გავაგზავნოთ. დიახ, ბძანეთ ეთერში ბძანდებით. გამარჯობა. გამიშვი ეთერში, კაცო. გამარჯობათ. გამარჯობა. გაიხარეთ. რეგენაცოლეთ თქვენა, კაცო. ეთერში გამიშვით რომ რაღაცა კითხვა დაუსვა სიყვარულში ქართული პატრიოტები. ეთერში ხართ. ხალხი და ასე შემდეგ და გამიშვით ეთერში, რატომ ეთერში ბძანდებით უკვე, რაც მე გესაუბრებით ეთერში ხართ. ისე რომ ვილაპარაკო და ისე დამეხარჯოს და მე გაითიშო, ესე გინდა? არა ბატონო, ეთერში ხართ უკვე, მე რო გესაუბრებით ეთერში ხართ. ეთერში როგორ არა, გე უყურებ არა ვარ ეთერში, მე კაცო, ეს ორი ბიჭი ზის აქა. მე როგორ ვარ ეთერში? ხო და ვინც ზის და ვისაც უყურებთ, ჩვენ ეთერში ვართ ეხლა და ჩვენთან არის თქვენი ზარი, გისმენთ? ბძანეთ და გაგცემთ პასუხს. და მე პირდაპირ ხო, გასაგებია, მე თეორიისიდან დეტალები ვიღაცა არა ვარ. დიახ, თქვენი ხმა ისმის პირდაპირ ეთერში, მეტი როგორ გითხრათ? აი გენაცალი. მაშინ ცოტა დაულაგდები და გიპასუხებთ. ეხლა კითხვას დაგისვავთ უბრალოდ. ბძანეთ. რა არის, მომისმინეთ. გენაცალი. მარტო გენაცალი, არნი, ქვენაცალი, რა თქმა უნდა, ჩვენი საქართველოს სიამაყეა და ბოდიში ამ სიტყვაზე დედას ვერავინ და ვერაფერს ვერ გვიზავს ჩვენა. ეგ ორჯერ ორია, მაგრამ რა არის, იცი? მარტო ლაპარაკზე არ არის საქმე. აი ბავშვებს რო ვახოცინებთ, ვაჟლეტენებთ. იმას ესა, რა ქვია, გომელაური, რა ქვია, შოპლიო დაუბლოგა, ამ იმან, ესე ბოღმიანი როგორ უნდა იყვნენ, კაცო ეს ვიღაც. და ამან ვიცო, პრემიერი მოადგილე დანიშნა. ეგ რა მნიშვნელობა გჯერს სიაფანდი დანიშნოს, ეგ აზრი ხო არა აქვს მაგას მნიშვნელობა. ესეთი ერთმანეთის ღვაწლი არ შეიძლება. ეს ხო არ შეიძლება, კაცო. ეს ჩვენ ერთი ძმები ვარ, ერთი, ჩვენ თუ ერთად ვართ, ყველა ერთად უნდა ვიყოთ, კაცო. ამ მნიშვნელობა ვიღაც აფერისმა მოიპარაფული, იმას პასუხი უნდა აგოს, და საკაშვილი იყოს, მერაბეჟილა, კიდე ივანიშვილი. იმას რა თქმა უნდა პასუხს ვაგებინებთ ყველასა. მაგრამ დანარჩენ ხალხმა რა დავაშავეთ, კაცო? მისმენთ? დიახ, გისმენთ და სწორად აყალიბებთ. ერთად უნდა ვიყოთ, თორე ეგ გახლეჩულებით მარტო გადავიცვათ მასკები და მე გამოვარდე შენ ქუჩაში, მოდი შენ ჩემი ხარ და ვიწობ დააბრალო გალობოები არიან ცისფერე, ეგ არ არის კაცობა. ეგ არ არის კაცობა. რამდენს ვთქვი, არა, აი მან გამამიყანა, ეგ არ არის სწორი. არ არის, აი თქვენ პარტიაზე ვიძახით. ხო და თქვენ თავმჯდომარესაც ვიცნობ. მარტო ეგ არ არის. ეხლა მე იმასაც კარგად ვიცნობ, რა ქვია. კაკუჩა ჯოხებით რო გამოვიდა, ეხლა ავატარი გასაგებია, რა ქვია, ისა. და ისა, რა ქვია, კაცო. ჯიგარი ბიჭი კი არის, მოსკოვში რო ისინაკ მაღაზიები, რა ქვია, ლევან ვასაძე? ჰა? ლევან ვასაძე? ხო, ვასაძე და მარტო კაკუჩა ჯოხებით გამოსვლა არ არის საქმე, კაცო. ეგაც მოწამლეს ხოჯამ ნაბოზრუმა. არა. კი, ცოტა კორექტულად და თქვენ თქვით თქვენი რეცეპტი, აბა რა არის საჭირო? ჩვენი ქართული კაცობა, მე ბავშვი, შვილი, შვილები არ უნდა გავზარდოთ, არ უნდა ვასწავლოთ, არ უნდა ეზავოთ. დიპლომი არ გინდა და მონები გვინდა. ეგ ბორია, როგორ იმაშრობა, ხოჭი ბორისა. ისე დებილებს არჩევს, რომელიც აი იმაში ლაბორატორიაში გამოყვანილი ის რო ყავს, ბერამერა. ეგ ერთი მამამის რომელიმე ყავს. ეგ ლაბორატორიაში ყავს გამოყვანილება, ხო იცი? იმან როგორ უნდა უთხრას მინისტრს, ვიცი სკოლის ბავშვი დეცი, ეგ ხო სირცხულია, ეგ ხო თავის მოჭრაა სოფლიოში. გაიხარეთ. დიდი მადლობა თქვენი ჭირიმეთ. დიდი მადლობა.
აი ბატონ თორნიკე აგზელების მოსაზრებას ვსაუბრობდით და თან უპასუხოთ ადამიანსაც. დიახ, განათლების სისტემაზე ვსაუბრობდით და ლიბერალურ სამყაროში რასაკვირველია ლიბერალური სისტემის მიზანია სწორედ ლიბერალის აღზრდა. შესაბამისად, იგივე სისტემა მოქმედებს საქართველოშიც. და განათლება არ არის მხოლოდ ცოდნის მიღება, განათლება არის ნათლის ფორმირება ადამიანში და მისი სულიერი განვითარება. თავისთავად. და თვითონ პედაგოგის ამოცანა უნდა იყოს არა მხოლოდ ცოდნის გადაცემა მოსწავლისათვის, არამედ მისი შრომითი, ესთეტიკური, ეთიკური განვითარება და ასე შემდეგ. კი ბატონო, ბატონ თორნიკე, კიდევ ჩემო გეგა ზარს მოусმინოთ, ზარი მივიღოთ და ეთერში ბრძანდებით გისმენთ გამარჯობათ. მოგესალმებით, ხოროზულან რაიონიდან გაწუხეთ. ძალიან გულდასმით უსვენდი თქვენ საუბარს თუ დიალოგს ვიღებ. ყველაფერი კარგია, მაგრამ ერთი გითხარით. ამ უძიმეს გუმარობიდან გამოსავალი რას წარმატებს რა არის? დიახ, მოგახსენებთ. მეორე თუ შეიძლება ამ როსი ხელაია რო ყოფილი ახლა ცოცხალი რო ყოფილიყო. მოისვენებდა დაждდებოდა და დაისვენებდა დაიძინებდა არიცი მეორედ მოვკლავდით ბატონო ჩემო ილია მართალსაც მეორედ მოვკლავდით კაცო დღეს ცოცხლები ვინც ჩამოთვალეთ ეხლა კიდევ დავამატებდი იმათ მეორედ მოვკლავდით დღეს ძალზედ განირყნა საზოგადოება ჩამეხულდა თქვენ გაქვთ ინტელექტი შემართება იმის რომ იქნებ თხოვო სამართლებრივ შუაში ჩადგენ არ ვლაპარაკობ ეს არჩევნები გახარბებული იყო ეს დროებით რაღაც შუამავლობა შეუძლია მაგას ბიზნესა რომ მოვიდა ელი სასულიერო პირები განწყობილი და ახალგაზრდები წინ მიდიოდა შეეცადეთ რომ გააკეთოთ ეგ მადლობთ რა გაიხარეთ დიდი მადლობა კეთილი სურვილებისათვის ამ კითხვას უცებ უპასუხებ თორნიკე და გავაგრძელოთ მე ჩვეულებრივად ესე იგი ძალიან მოკლედ გეტყვი თქვენი ჭირიმეთ ჩვენთვის რომ მოესმენა აი ამ ეროვნული ერთობისათვის რა რჩევებიც რა გამზადებული რეცეპტებიც კი საჯაროდ გაგვიმხელია და არა ყურში პუტუნით ეს კულუარებმა და კულისებმა დაღუპეს სწორედაც აი ზომბად აქციეს ძალიან ბევრი ხელისუფლებად რომ მოაქვთ ეხლა თავი რადგან ერთი კაცის მსახურებაში არიან ერთი კაცისა რაც შეეხება გამოსავალს გამოსავალი რა თქმა უნდა ჩვენს ძალიან დიდ სასწოებაში სინანულში რწმენაშია მაგრამ რომ არ მოგეჩვენოთ რომ ეს ზოგადი პასუხია კონკრეტულად პოლიტიკური ნაბიჯი ეხლა ხალხისაკენ გადასადგმელი ნაბიჯი მდგომარეობს მხოლოდ და მხოლოდ ახალი არჩევნების დანიშვნაში მხოლოდ და მხოლოდ 1,200,000 კაცი ყავს თქვენი ჭირიმე კარგი გასაგებია ეხლა რომ 1,200,000 კაცი გასაგებია რომ არ აყავს და რა მოხდა და როგორ კარგი ჩვენც არ ვილაპარაკებთ იმ გაყალბებებზე იმ მასშტაბურ გაყალბებებზე მაგრამ 500,000 ხომ მაინც ყავს 700,000 ყავდეს ბატონო თან ისე ვამბობ თითქოს ბოთლებზე ვსაუბრობდეთ თან რაღაც იაშიკებზე მაპატიეთ სლენგზე ადამიანებზეა საუბარი და ადამიანებით манипуляციაზე რაღაც ძალას ხომ წარმოადგენენ რისი ეშინიათ ხომ არიან მართლები მაგრამ ერთი მომენტი არის აუ ძალიან ნიშანდობლივი რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ ადამიანელ არჩევნებზე და ვამბობთ რომ ხელახალი არჩევნები უბრალოდ უნდა დაინიშნოს ხელახალი ყოველთვის მერე ხალხი სვამს ამ კითხვას აბა ვინ უნდა მოვიდეს ხო გესმით ახლა თქვენს ეს კითხვა და ამას ძალიან ბევრი ხალხი სვამს და აი ეს კითხვა რომ აღარ დაისვას აბა ვინ უნდა მოვიდეს აქედან გამომდინარე საჭიროა ის მე არ დავიწყებ იმ ტრაფარეტულ ლაპარაკს რომ აი ეროვნული ძალები აირჩიეთ და აი ჩვენ ვართ ეროვნული ძალა და აი მე მომეცით ხმა ხო ასეთ იმას არ ვიტყვი იმიტომ რომ სხვა რომ ასე მელაპარაკებოდეს მე იმას შეიძლება ხმა არ ვიცე ანუ აქ არ უნდა დააძალო არა შენ უნდა წარდგე მე კიდევ სხვა რაღაცის თქმა მინდა რა იმისათვის რომ ჩვენ შევძლოთ ეროვნული სახელმწიფოს აშენება და იმისათვის რომ ვადამდელ არჩევნებს კონდეს აზრი და მნიშვნელობა საჭიროა ყველანი ჩვენ გავერთიანდეთ რასაც ამდენი წლის განმავლობაში ჩვენ ვამბობდით. მრავალი წლის ჩვენ ხალხის საზოგადოება და ეს როგორ უნდა მოხდეს ამ ხალხის საზოგადოების ანუ მე ამასაც როგორც ლოზუნგს ისე არ ვამბობ ხა ჩვენ ერთობა და ესე იგი მოდი გავერთიანდეთ და ტაში მეგობრებო ამ პათოსით არ ვლაპარაკობ. ქმედითი
ერთობაა საჭირო. როგორი? ანუ ქმედითი ერთობა ნიშნავს იმას, რომ როდესაც ჩვენ დავუშვათ ვიკრიბებით, ჩვენ ყველა უნდა გამოვნახოთ, რომ უნდა შევიკრიბოთ, როდესაც ჩვენ მოგიწოდებთ, აი წინა საარჩევნო პერიოდში იყო ხოლმე შემთხვევები, როდესაც ჩვენ ვატარებდით შეხვედრებს და აი კონკრეტულად ვიძახი და ბევრი შეიძლება ვინც ჩვენ გვისმენს, როდესაც ჩვენ 5000 კაცი მოგწერდა რომ თქვენ გვერდში ვართ და 200 კაცი ვიკრიბებოდით. ეს არ არის ერთობა. აი როდესაც ჩვენ შევძლებთ ერთმანეთის თანადგომას, ურთიერთსიმძიმის ტვირთვა და ერთმანეთის სიყვარულს, მაშინ ჩვენ შევძლებთ აი ამ ქმედით ერთობასა და შედეგის დადებას, რაც დასადებია. ბოდიში ვიხდით თუ სრულყოფილი არ იყო ჩვენი პასუხები დროის ლიმიტიც აქვს რა თქმა უნდა მოვასწრებთ ამ მშვიდობებას ბოდიშით რაც რა თქმა უნდა ბატონ თორნიკე სხვა დროს გავაშუქებთ კიდევ ყოველთვის საინტერესოა და ამ სტუდიის წევრი ხარ თავისთავად დიდი მადლობა და ბედნიერი ხვალინდელი დღე გაგთენებოდეთ ჩემო მშვიდობას გისურვებთ ყველას. გაიხარეთ. კარგად ბრძანდებოდეთ.